სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჯარიმებს იღებენ ავტომობილის გაჩერების წესის დარღვევისთვის, თუმცა სატრანსპორტო საშუალებები მათ საერთოდ არ ჰყავთ. ისინი აცხადებენ, რომ დაჯარიმდნენ მანქანის არასწორი გაჩერებისთვის 5,000 ლარით და შეტყობინებებში, რომლებშიც მოქალაქეებმა მიიღეს, წერია, რომ ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილით. ამ მუხლით ადამიანებს აჯარიმებენ მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევისთვის, სახის ნიღბის ტარება ან ლაზერის ფლობა, ასევე გზის ხელოვნურად გადაკეტვა და ასე შემდეგ შედის ამ მუხლში. თუმცა ამას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა განცხადებები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განმარტება, რომ სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს, რომლებსაც მიუვიდათ ესმეთის შეტყობინება, ედავებიან შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას და სატრანსპორტო საშუალება იყო ტექნიკური ხარვეზი, რომლის აღმოფხვრასაც ისინი ფიქრობენ და ამასთან დაკავშირებით მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ავტომატურად ვიდეო ჯარიმის პრინციპით, რის გამოც მოქალაქეებს მიუვიდათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ საჯარიმო ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე. ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფრთხოებელ შესაბამისი სამსახური მუშაობს, წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ასევე იურისტი ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რომ ამით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეალურად საქმე გაიმარტივა. მისი თქმით, საჯაროდ გამოქვეყნებულად ითვლება განცხადება SMS-ის შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში და ის მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ გაასაჩივრონ ეს შეტყობინება, რომელიც მიიღეს. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოქვეყნება ისე დაიწყეს, პოსტით ჩაბარებას კი არ უცდიათ, რაც ფორმალურად კანონის დარღვევაა. თუმცა გასაგებია ეს რატომაც გააკეთეს, ამდენი ჯარიმის ჩაბარებას ვერ აუდიოდნენ და გაიმარტივეს საქმე, წერს სოციალურ ქსელში ნიკა სიმონიშვილი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია მშვიდობის ფონდის დამფუძნებელი გიორგი ტუმასიანი წერს ჯგუფ დაიტოვეში, რომ დემონსტრანტების დასაჯარიმებლად პოლიცია იყენებს ავტომობილებისთვის განკუთვნილი SMS ქვითრის შაბლონურ ვერსიას და სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც აქციის მონაწილეებს მსგავსი შინაარსის შეტყობინება მისდით, სრულად ციფრული გახადეს დაჯარიმების პროცესი. კამერა გაფიქსირებს, მესიჯით იღებს ჯარიმას, ელექტრონულად იხდი. ხედავენ, რომ 5,000 ლარიანი ჯარიმები ამცირებს აქციის მონაწილეების რაოდენობას და ახლა მასშტაბს ზრდიან, წერს გიორგი ტუმასიანი ჯგუფ დაიტოვეში და ასევე ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე ავრცელებს პოსტ სოციალურ ქსელში, სადაც ის აცხადებს, რომ ჯარიმების რაოდენობით ის უკვე 20,000 ლარზე ავიდა, რაც შეეხება სახის დაფარვას და ასე შემდეგ, თვითონ ოცნების კანონებითაც კი არ უნდა ვჯარიმდებოდეთ ჟურნალისტები, ამიტომაც არ ვაპირებს სახის დაფარვას და არაფერს ვაგრძელებ, ჩვეულებრივად, წერს ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე სოციალურ ქსელში.